გაიფიცნონ, ძალიან სწორია რა, ანუ თან რომ ვითომ და დემოკრატიულ რაღაც ღირებულებების მოტრფე არიან, თან კიდე ხალხის გაყოლეფაზე რო არიან და ხალხის ტერორზე რო არიან, თუნდაც ფსიქოლოგიურ, თუნდაც მორალურ ტერორზე რო არიან გადასულები. რატო არ იფიცებით თქვენ? აი ეს გაიფიცეთ, ერთი შემოგთავაზეთ თავდადება. მაგრამ თქვენ ის თავი გაქვთ, ისი განფიცულებები ხართ, თქვენ რო თქვენ მარტო თქვენი ამოცანაა რომ ხალხი გაყლიფოთ. კი ბატონო. ეს არის მათი ამოცანა. დიდი და სხვათა შორის ბატონ ნიკოლოზ ერთი სასიხარულო ამბავია ჩინეთის ბანკი შემოდის საქართველოში. ხო, ახალი ამბავია და საპროცენტო განაკვეთი იქნება წლიური 3-დან 4%-მდე. და მე ვფიქრობ რომ მოუწევთ ამ ეგრეთ წოდებულ ბანკებს ხო ეგრეთ წოდებულ დღევანდელ ბანკებს გაფიცვა. მე გული მიგზნობს და ძალიან კარგია. აი ამ ამბებმა ძალიან ბევრი რამე გამოაჩინა და კიდე ბევრ რამეს გამოაჩენს და ისევ ჩვენი ქვეყნის ის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ხალხი ამოისუნთქებს და გათავისუფლდება აი ამ ლიბერალური მარყუჟებისგან, რომლებიც ყველგან არიან, ჩვენს ოჯახებში არიან შემოღწეული, თუნდაც ტელევიზიის მეშვეობით, თუნდაც სოციალური მედიის მეშვეობით, თუნდაც სამსახურებში, ნებისმიერ იმებში, ახლა სამსახურებში ისეთი ბულინგი მიდის ხოლმე, თუ საჯარო სამსახური იქნება, თუ კერძო სამსახური იქნება, რომ თუ არ ახარ პროპაგანდა საყოლილის, ყველანაირად ცდილობენ რომ, რა ქვია, ანუ განსხვავებული აზრი თუ გაქვს რომ დაგაბულინგოთ. და ეს ხო წარმოუდგენელია. და სწორედაც თქვენი დრო, აი ეს შუა იკრიფება და მე ვფიქრობ რომ ძალიან მალე უკვე აქტიურ ფაზაზე გადავა ის პერიოდი, როდესაც ჩვენისთანა საზოგადოება მეტად აქტიურად დაიწყებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მეშვეობით და ხელისუფლების დამსახურებით. TBC ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა, რომ თქვენ ვინც იფიცებითო, ზოგს 88,000 ლარი აქვს ხელფასიო და ზოგს და მე კიდევ 400 ლარი მაქვს ხელფასიო და რო გავიფიცო, მე პურს ვიბაჭმევს. თვითონ TBC ბანკის რა ქვია თანამშრომელმა დაწერა ეს ყოველივე და არის ლოგიკა არის რა. და ეხა მე მონებიო, ხო ეგ არის მონობა. ხო ქართული ბანკები კიდე რასაკეთებ შეასყიდებენ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს უძრავ ქონებას და შემდეგ მთელი ცხოვრება დამონებული ყავთ ამ სამსახურში 10 წელი 20 წელი სანამ ამ ვალს არ გადაიხდიან. კი ბატონო. ეს აი კლასიკური მონობა, აი მოფიქრებული თანამედროვე ტექნოლოგიებით თუ როგორ უნდა იყოს თანამედროვე მონა. აი ამას უკეთებენ ჩვენ ქართველ ერს. კი ბატონო, გეთახმებით.